ტრამპმა ეხლახან გადადგა ნაბიჯი, რომელიც კუბას კოლაფსისკენ მიმავალ გზაზე აყენებს. ამ სამშაბათს 2026 წლის 19 მაისს ჰავანა მსოფლიოს წინაშე წარსდგა და მექსიკისა და ურუგვაის ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს. იმ დროს, როცა ვაშინგტონი აძლიერებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, მომარაგების ქსელებსა და მოკავშირეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ დიქტატურის შენარჩუნებას. კუბა იღებს მარცვლეულს, ფხვნილის რძესა და ჰიგიენურ ნივთებს, რადგან რეჟიმს აღარ შეუძლია საკუთარი მოსახლეობისთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფა. და სწორედ აქ ტრამპის ზეწოლა კიდევ უფრო ძლიერდება, ალიერდება. ტრამპი სვა უკიდურესად მარტივია. სანამ გასროლას დაიწყებს, ის აიძულებს კუბას დაკარგოს ენერგია, დაკარგოს სუნთქვა, დაკარგოს დაცვა და დაკარგოს კონტროლი საკუთარ მოსახლეობაზე. და როდესაც კომუნისტების მიერ მართული კუნძული საჭიროებს უცხოურგემს საბაზისო პროდუქტების უზრუნველსაყოფად, მაშინ როცა შეერთებული შტატები მის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას უმიზნებს, მესიჯი ნათელია დიას კანელისთვის და კასტრიზმის ძველი ფიგურებისთვის. ან ჰავანა ახლა დანებდება, ან ყოველი ახალი გათიშვა შეიძლება იქცეს იმ ბიძგად, რომელიც აკლდა ამერიკის ბევრად უფრო მძიმე ქმედებისთვის. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა მოგინდება რომ არხი გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. გემი 100-იან კატრა ჩავიდა ჰავანის ყურეში, დაახლოებით 1700 ტონა მარაგით, რომელიც მექსიკან და ურუგვაინ გაგზავნეს. ოფიციალურად ეს ჰუმანიტარული დახმარებაა, პოლიტიკურად ეს კოლაფსის ნიშანია. დიქტატურა, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში წინააღმდეგობის იმიჯი გაკიდა, ახლა გარეთ ვირთზეა დამოკიდებული, რათა სცადოს აუცილებელი პროდუქტების დეფიციტის შემსუბუქება. ამ დახმარების ჩამოსვლა იმავე დროს მოხდა, როცა შეერთებულ შტატებთან დაძაბულობა გაიზარდა და ეს დეტალი ყველაფერს ცვლის. ჰავანა ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ყავს მეგობრები, მაგრამ სოფლიოსთვის წარმოდგენილი სურათი არის კუნძული, რომელიც კუთხეშია მომწყვდეული, ხშირი გათიშვებით, სათვავის დეფიციტით და ეკონომიკით, რომელიც ხელოვნურ სუნთქვაზეა. დონალდ ტრამპის ქმედებამ, რომელმაც ამ აღქმას დააჩქარა, ენერგეტიკული ზეწოლა პოლიტიკური იარაღად გამოიყენა. ვენესუელაში მადუროს დამხობის შემდეგ ვაშინგტონმა დაიწყო კუბისთვის ნავთობის მიწოდების შეზღუდვა, რის შედეგადაც რეჟიმი დარჩა იმ წყაროს გარეშე, რომელიც კუნძულის შიდა მექანიზმის ნაწილს ინარჩუნებდა. Associated Press-მა დააფიქსირა, რომ სირთულეები გაუარეს და მას შემდეგ, რაც ვენესუელული ნავთობის ძირითადი მიწოდებები შეწყდა და ამერიკამ კუბის მომარაგებლებს დაემუქრა. შედეგი პირდაპირია, არ არის ბენზინი, არ არის ენერგია, არ არის სტაბილურობა და რეჟიმში შიში ჭარბობს. კუბას არ ეპრობიან როგორც ჩვეულებრივ კრიზისში მყოფერს. მას ეპრობიან როგორც კარიბის რეგიონში მტრულ მოთამაშეს, რომელიც დღესთან ზედმეტად ახლოსაა. ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელია. დონალდ ტრამპმა უკვე გაიგო, რომ რეჟიმის დასამსხვრევად ქუჩაში ტანკის გამოყვანა საჭირო არ არის. მას შეუძლია საწვავის მიწოდება შეწყვიტოს, პოლიტიკური ოპერატორები დასაჯოს, უცხოური კომპანიები დააფრთხოს, სამხედროები იზოლაციაში მოაქციოს, ბანკებზე ზეწოლა მოახდინოს. და აიძულოს ჰავანა, რომ თავისი მცირე რესურსი მხოლოდ იმისთვის დახარჯოს, რომ სინათლე არ ჩაქრეს და საჭმელი იყოს მაგიდაზე, ახალი სანქციები ამ სტრატეგიას ადასტურებს. ვაშინგტონმა სამიზნე დაირჩია 11 კუბელი, ოფიციალური პირი, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, პოლიციურ, სადაზვერო და კომუნიკაციის სფეროსთან დაკავშირებული ფიგურები. ეს არ არის სიმბოლური სანქცია დეკორატიული სახელების წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირი შეტევა იმ აპარატზე, რომელიც რეჟიმს ამყარებს. პოლიცია აკონტროლებს ქუჩას. სადაზვერო სამსახური უთვალთვალებს ოპოზიციას, საკომუნიკაციო აპარატი აკონტროლებს ნარატივს, სამხედროები იცავენ ხელმძღვანელობას. როცა დონალდ ტრამპი ერთდროულად ამ სექტორებს უმიზნებს, ის მხოლოდ მორალურ ზეწოლას არ ახორციელებს, ის შიგნით აშლის დიქტატურის შიდა თავდაცვის სტრუქტურას. ამერიკის მთავრობამ თავდასხმა იმით გაამართლა, რომ კომუნისტური ელიტა საკუთარ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როცა კუბის ხალხი ამის საფასურს იხდის. ასევე დაადანაშაულა ჰავანა იმაში, რომ კუნძულზე უცხოური სადაზვერვო, სამხედრო და ტერორისტული საქმიანობის ნებას რთავს. ეს არის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად ამძიმებს ეროვნული უსაფრთხოების ნარატივს. როდესაც კუბა ვაშინგტონის თვალში ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეთა ბაზად იქცევა კარიბის ზღვის რეგიონში, საკითხი მხოლოდ ადამიანის უფლებებს აღარ ეხება და ტერიტორიული დაცვის თემად იქცევა. ჰავანა მიგზნო დარტყმა და მუქარით უპასუხა. მიგელ დიას კანელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ამერიკული სამხედრო მოქმედება სისხლის ზღვას გამოიწვევს და რეგიონულ მშვიდობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ეს სასოწარკვეთილებას აჩვენებს. დარწმუნებულ ხელისუფლებას არ სჭირდება ყოველი ზეწოლა ომის მუქარად გადააქციოს.
კუბის რეჟიმმა იცის, რომ შიდა მდგომარეობა გაუარესდა. იცის, რომ მოსახლეობა დაღლილია და იცის, რომ თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ენერგიის, ფინანსებისა და ლოგისტიკის შეზღუდვას, რევოლუციური რიტორიკა ვეღარ გადაიხდის გადასახადებს, ვეღარ ჩართავს მაცივარს და ვეღარ დადებს საჭმელს თეფშზე. ჰუმანიტარული დახმარების მიღება კუბას დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს. რეჟიმი ცდილობს წინააღმდეგობის გაწევის იმიჯის გაყიდვას, მაგრამ იღებს საგანგებო ტვირთს დეფიციტთან გასამკლავებლად. ცდილობს სუვერენიტეტზე ისაუბროს, მაგრამ კრიზისის შესამსუბუქებლად სხვა მთავრობებზეა დამოკიდებული. ცდილობს დონალდ ტრამპი აგრესიაში დაადანაშაულოს, მაგრამ ვერ მალავს, რომ კუნძულმა დამოუკიდებლად თავის რჩენის უნარი დაკარგა. ამერიკული ზეწოლა სწორედ იმიტომ მუშაობს, რომ დიქტატურის ყველაზე სუსტ წერტილს ურტყამს, ოფიციალურ პროპაგანდასა და რიგითი კუბელის რთულ ცხოვრებას შორის არსებულ დისტანციას. მოძრაობა ასევე გზავნილს უგზავნის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც, ვინც კუბას საწვავს მიაწვდის, კუბას დააფინანსებს ან კუბას დახმარებას გაუწევს, შეიძლება სამიზნეში აღმოჩნდეს. დონალდ ტრამპი კუნძულს დასავლეთ ნახევარსფეროში ერთგვარ ლოიალობის ტესტად აქცევს. მეზობელი ქვეყნების მთავრობებისთვის კითხვა მარტივი გახდა. დაეხმარებიან ალყაში მოქცეულ დიქტატურას თუ თავიდან აიცილებენ დაპირისპირებას ვაშინგტონთან. ასე ანცირებს თეთრი სახლი ჰავანას მანევრის სივრცეს ისე, რომ პირველივე დღეს სამხედრო ოპერაციის გამოცხადება არ სჭირდება. კუბისთვის ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ზეწოლა ესკალაციის გზას ხსნის. ჯერ ფინანსური ბლოკადა მოდის, შემდეგ ენერგეტიკული ზეწოლა, მერე სანქციები სამხედროებისა და დაზვერვის წინააღმდეგ, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტი ჩნდება. თუ ჰავანა პროვოკაციით უპასუხებს, ტრამპს ექნება არგუმენტი, რომ ტონი კიდევ უფრო გაამკაცროს. თუ ჰავანა უძრავად დარჩება, შიდა კრიზისი კუნძულს შიგნიდან გაანადგურებს. კუბის მოსახლეობა ამ დაპირისპირების შუაგულში აღმოჩნდება. Associated Press-მა აჩვენა, როგორ რეაგირებდნენ ადგილობრივები დახმარების მიღებაზე იმედით, მაგრამ ასევე გამოხატავდნენ იმედგაცრუებას წინა დაგვიანებების გამო. ეს რეჟიმისთვის არასასიამოვნო რეალობას აჩვენებს. ხალხი სლოგანებით არ ცხოვრობს, ხალხს სჭირდება საკვები, ენერგია, წამალი, ტრანსპორტი და ჰიგიენა. თეთრი სახლი იცის, რომ პირდაპირ შეჭრა პოლიტიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ ფასს მოითხოვს. ამიტომ ტრამპის ხაზი უფრო ცივია. ჯერ დაახჩოს, შემდეგ დაასუსტოს, აიძულოს რეჟიმის შეცდომა დაუშვას და მხოლოდ ამის შემდეგ დააყენოს უფრო მკაცრი ვარიანტები მაგიდაზე. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც კუბას სულ უფრო მეტად აჩენს დიდი დაპირისპირების ზღვარზე. ეს მხოლოდ ხმამაღალი განცხადება არ არის. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელიც ზღუდავს საწვავის მიწოდებას, იზოლაციაში აქცევს ხელისუფლებას, ემუქრება მომწოდებლებს და აჩვენებს ჰავანას როგორც მოწყვლად კუნძულს. ეხლა რაც მოხდება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოეხმაურება რეჟიმი. თუ დიას-კანელი ფსონს კიდევ უფრო გაზრდის და შეეცდება შიდა კრიზისის ასე შეშოს წინააღმდეგ მობილიზაციად გადაქცევას, ის შეიძლება დააჩქაროს დაპირისპირების სცენარი. თუ უკან დაიხევს, თავად კომუნისტური ელიტის შიგნით გამოიწვევს კრიზისს. თუ დახმარების გემებზე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ კუბამ უკვე დაკარგა უკან დახევის და დახმარების გარეშე წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ტრამპმა ჰავანა ამ ვიწრო დერეფანში მოაქცია. ან რეჟიმი შეიცვლება, ან ჩაძირული დარჩება იზოლაციაში. ან მისცემს საფუძველს უფრო მკაცრი ამერიკული ქმედებისთვის. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთოთ მილსონ ალვესის საზოგადოებაში.